Ხოლო საქალაქო სასამართლო ანდრო ჭეჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 9 დაკავებულისთვის აღკვეთი ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელებს. პროცესი, რომელზეც უნდა გადაწყდეს, დატოვებენ თუ არა ციხეში რეჟიმის პოლიტპატიმრებს, საქალაქო სასამართლოში დილის 11-ის ნახევარზეა დანიშნული. 10 საათიდან კი სასამართლოს შენობასთან მოქალაქეები შეიკრიბებიან. პროცესი სწორედ სოლიდარობის აქციის პარალელურად ჩატარდება. რაც შეეხება წინა სასამართლოს ხდომას, ის პროკურატურის მოთხოვნით 5 მარტამდეა გადადებული. გაჭიანურების მიზეზი, როგორც დაკავებულების ადვოკატები განმარტავენ, არის ის, რომ ბრალდების მხარეს არანაირი მტკიცებულება არ აქვს მათი დანაშაულის დასადასტურებლად. ნინო შიშიაშვილი გვეტყვის მეც პოლიტიკური პატიმრების საქმეზე და სასამართლო განხილვაზე. ნინო, გისმენთ. მიშა, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ წინა სასამართლოს ხდომა გადადებულიყო თითქმის 2 თვით მარტამდე და ეს ხდომა უნდა ჩატარებულიყო 16 იანვარს, როგორც მაყურებელმა უკვე იცის. ამის შემდეგ საპასუხო პოზიცია წარმოადგინა ცხადია დაცვის მხარემაც, მაგრამ თბილისის საქალაქო სასამართლომ, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ხოლმე და ეს უკვე ჩვეული პრაქტიკაა, გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, პროკურატურის მხარე დაიჭირა ამ შემთხვევაშიც, ხოლო ხვალინდელს ხდომაზე უკვე უნდა გადაწყდეს აი ეს 11 რეჟიმის პატიმარი, იქამდე სანამ დადგება მარტი და გაიმართება წინა სასამართლოს ხდომა, უნდა იჯდნენ ციხეებში და იყვნენ საპატიმროში, თუ ისინი უნდა იყვნენ თავისუფლები. ჩვენ ჩავწერეთ ადვოკატები, უფლებადამცველები, რომლებსაც დიდად არ აქვთ აი ამ სასამართლოს იმედი და ისინი ამბობენ, რომ პროკურატურა ერთადერთი მიზეზით მოითხოვს, რომ საქმე იყოს გადადებული, ისინი ცდილობენ საქმის გაჭიანურებას, რადგან ქართულ ოცნებას ახლა პოლიტიკურად არ აწყობს ხმაურიანი პროცესები და მით უმეტეს არ აწყობს ის, რომ საზოგადოებამ გაიგოს, რომ ამ საქმეში 11 მოქალაქის წინააღმდეგ არც ერთი მტკიცებულება არ დევს და პროკურატურის ეგრეთ წოდებული დასაბუთებაც იყო ასეთი. ისინი ამბობდნენ, რომ მათ არ ეყოთ დრო იმისთვის, რომ მოეპოვებინათ კონკრეტული მტკიცებულებები და გადავადება ამის გამო მოითხოვეს პროცესის. ხოლო არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, სადაც გადაწყდება უდანაშაულო ანდრო ჭეჭინაძე დარჩება თუ არა პატიმრობაში და ასევე ის სხვა პირები, რომლებიც მასთან ერთად შედან უდანაშაულოდ და უკანონოდ ციხეში. მოლოდინი იყო იმის, რომ ვადა გაგრძელდებოდა, არა იმიტომ, რომ დასაბუთება იყო პროკურატურის მხრიდან ისეთი, რომ საჭირო იყო ვადის გაგრძელება, არამედ იმიტომ, რომ დღეს სასამართლოს და მოსამართლეებს აქვთ ნოტარიუსის ფუნქცია და რა შუამდგომლობასაც შეიტანს პროკურატურა იმას ამოწმებს, დაცვის მხარე დავაყენებს შუამდგომლობას, რომ ანდრო ჭეჭინაძე გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ, იმიტომ რომ არ არსებობს რაიმე სახის საფუძველი, რომელიც ქმნის მიზეზს იმისა, რომ ანდრო კვლავ დარჩეს ციხეში, თუმცა ალტერნატივის სახით სავარაუდოდ ჩვენ მაინც შევთავაზებთ სასამართლოს გირაოს, მაგრამ არა კონკრეტული რაოდენობით, სასამართლომ თვითონ გადაწყვიტოს რა რაოდენობის გირაო იქნება შესაბამისი. ხვალ ისევე უნდა იყოს სავსე როგორც დარბაზი, ასევე სასამართლო შენობა და მიმდებარე ტერიტორია, როგორც ეს იყო პირველ პროცესზე და კიდევ ერთხელ ვანახოთ ამ ბიჭებს ჩვენი მხარდაჭერა და ის, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი არის მის გვერდით. რაც შეეხება შუამდგომლობას და მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებას, რასაც რა თქმა უნდა არ ვეთანხმებოდით და არც ამ გაგებით ვეთანხმებით, მით უმეტეს აქ 50 დღით გადაწევაზეა საუბარი. გამომდინარე იქიდან, რომ არ არსებობს რაიმე კონკრეტული მტკიცებულება, ასევე შუამდგომლობაში ასახული არგუმენტაციიდან გამომდინარე, რომ თითქოს მოტივირებული იყო შუამდგომლობა რაღაც ახალი მტკიცებულებების მოძიების მიზნით და რაღაც კონკრეტულ დროში ვერ ესწრებოდა და არანაირი კონკრეტული მტკიცებულება მოძიებული არ არის, რომ ბრალდების მხარე შეგნებულად რაღაც კონკრეტული მიზნიდან გამომდინარე მიზანმიმართულად ცდილობს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გააჭიანუროს პროცესები. ამავდროულად, რა თქმა უნდა, ბუნებრივია ადვოკატებს გვექნება შუამდგომლობა, რომ მე პირადად როგორც ონისე ცხადაძის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა გაუქმდეს, ვინაიდან არც ერთი ფაქტობრივი, არც ფორმალური საფუძველი სახეზე არ არის, თუმცა ამავდროულად ალტერნატივის სახით ალბათ მაინც შევთავაზებთ გირაოს თანხის კონკრეტულ ოდენობას. ხვალ 11 დაკავებული პირის აღკვეთის ღონისძიებას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო, მათ შორის არის ანდრო ჭეჭინაძე მსახიობი, რომელსაც მასთან სხვა დაკავებულებსაც და ანდრო ჭეჭინაძესაც ცხადი აქვს საზოგადოების სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა, მაგრამ ხელოვანების ის სოლიდარობა, რომელიც არაერთხელ გამოხატეს უკვე ანდრო ჭეჭინაძის მიმართ და რაც ჩვენ ვიხილეთ, არის ნამდვილად უპრეცედენტო, როგორც იცით, თეატრი, რომელშიც მუშაობს ანდრო, თამაშობს ანდრო, გაჩერებულია მთელი ამ დროის განმავლობაში, ახალი თეატრი
თეატრი და მათ ბოლო პერიოდში გაავრცელეს კიდევ ერთი განცხადება, რომ სანამ ანდრო არის დაპატიმრებული, ისინი სცენას ვერ დაუბრუნდებიან და სწორედ დღეს გაავრცელეს ასევე ამ თეატრის მსახიობებმა განცხადება, რომ ისინი ხვალ 10 საათიდან შეიკრიბებიან თბილისის საქალაქო სასამართლოში იმისთვის, რომ ეს სოლიდარობა კიდევ ერთხელ დაუდასტურონ კოლეგას და ახლა მსახიობებიც, ხელოვანებიც და საზოგადოება კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან ხვალ 11-ის ნახევარზე იწყება ეს პროცესი 10 საათიდან კი თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში შეკრებას იწყებენ რეჟიმის პატიმრების მხარდამჭერები. უკანონოდ დატყვევებულ ბიჭებთან აუცილებლად იგდგება ხალხი, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა და ამას უნდა შეეგუონოს, ყოველ ჯერზე ეს იქნება. ეს სისტემა დასანგრევია და აი ამის ფონზე დიდი მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ ერთადერთი მაქვს, რომ რაღაცა ადამიანური შერჩენი იქნებ შერჩა თვითონ მოსამართლეს, რომელიც წაიყვანს ამ საქმეს და იქნებ ერთპიროვნულად თვითონ თავის ადამიანობით, სინდისით გაბედოს და რაც სასიკეთოდ დაამთავროს ხვალინდელი დღე. ჯერა რომ ცოტათი მაინც რომ ადამიანს შეუძლია რომ სიკეთე გააკეთოს და თუ არა და მაშინ მანქანა უბრალოდ და ემორჩილება აი ამ ახიმ სისტემას. სასამართლო რომ იყოს დამოუკიდებელი ანდრო ჭიჭინაძე დღეს საერთოდ არ იქნებოდა ციხეში და ძალიან ბევრი დანარჩენი რეჟიმის ტყვე. ხვალ აქვს ანდრო ჭიჭინაძეს სასამართლო და 11-ის ნახევარზე და რა თქმა უნდა უფრო ადრე იქნება აქცია და მხარდამჭერი აქცია ანდრო ჭიჭინაძეს და ძალიან ბევრი ადამიანი მივალთ. რა თქმა უნდა თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია იცოდეს მოსამართლემას რეჟიმას, რომ ჩვენს ტყვეებს ჩვენ ავტოვებთ ყურადღების გარეშე. ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეში არ დევს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც რომელიმე დაპატიმრებული რეჟიმის ტყვის ბრალეულობას დაამტკიცებს, მაგრამ ისინი მაინც ფიქრობენ, რომ სასამართლო პატიმრობაში დატოვებს აი ამ 11 ადამიანს, 11 რეჟიმის პატიმარს და ისინიც თხოვენ საზოგადოებას, რომ ხვალ შეიკრიბონ თბილისის საქალაქო სასამართლოში და ასე გამოხატონ სოლიდარობა და მხარდაჭერა აი ამ ადამიანების მიმართ. რაც შეეხება დანარჩენ დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსით, მათი პროცესის გადავადებაც მოითხოვა პროკურატურამ, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, მათ შორის ზვიად ცეცხლაძის პროცესისაც და უკვე ისინი უნდა დარჩნენ თუ არა პატიმრობაში, ამაზე თბილისის საქალაქო სასამართლო შაბათს დილით იმსჯელებს.